კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალმებს 4-ზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ. ალადაშვილის კლინიკაში მასთან ადვოკატი იმყოფება. დაკავებულის ინტერესების დამცველის თქმით, კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. 42 წლის მამაკაცი საავადმყოფოში ბადრაგისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მძიმე დანაშაული ვერაზე 22 ივლისს მოხდა. დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ორი დაჭრილი კი კლინიკაში რჩება. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით ბრალდებულის პოზიციები არ ვიცი, საქმის მასალებს არ გავცნობი ვარ, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს და როგორც თვითონ საქმის სიმძიმე გვაჩვენებს, ყველა შემთხვევაში ინიშნება ფსიქიატრული ექსპერტიზა. ეს მე მოვითხოვ თუ არ მოვითხოვ ამას. თვითონ სისხლის სამართლის საქმე განსაზღვრავს ამასო საჭიროა და ვალდებულება ამისი, რომ შემდგომში თვითონ ბრალდებას არ წარმოეშვას მსგავსი პრობლემები და ალბათ დანიშნავენ ფსიქიატრულ სპეციალისტს გავარკვევთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. არ მაქვს მასალები გადმოცემული და ვერ გეტყვით იყო თუ არა ნასამართლები წარსულში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ჯერჯერობით მისი გაწერა არ იგეგმება, ანუ აუცილებლად უნდა ჩამთავრდეს კურნალობის ის კურსი, რაც ასეთი ტრავმების დროს არის მიღებული და შემდეგ უკვე გადაწყდება მისი გაწერა. დაზიანება არის მარცხენა მტევნის მეორე თითის არეში, იქ არის ტაკვის ფორმირება გაკეთებული, იმიტომ რომ ტრავმული ამპუტაცია იყო მეორე თითის და მარცხენა მტევნის არეში და მარჯვენა მტევანზე აქვს უბრალოდ პატარა ჭრილობები. შემოყვანის დღიდან, რა თქმა უნდა, პაციენტი იმყოფება ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. აქტივისტ ორნისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. პროკურატურა დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენს. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად დაკავებული ნიკო ხურცილავას ოჯახი და ახლობლები დაკავებულის დისკრედიტაციის მიზნით აკავებულ კამპანიაზე საუბრობენ. დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა მანანა მეზურნიშვილი მიმართავს აუცილებს და საზოგადოებას მოუწოდებს ერთი ეპიზოდით ნუ განსჯიან მის შვილს და მოძალადის იარლიხს ნუ მიაკერებენ. მომხდარ ინციდენტზე საუბრობს ხურცილავას მეგობარი გიორგი ქართველიშვილის. მისი განცხადებით სიცრუე გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ნიკო ხურცილავა ორნისე ოქრიაშვილს სახლთან ჩაუსაფრდა. გიორგი ქართველიშვილი განმარტავს, რომ ხურცილავა ორნისე ოქრიაშვილს დაუგეგმავად ქუჩაში შეხვდა და მას დაუსვა კითხვები, რატომ საუბრობდა სიძულვილით ქართულ ეკლესიაზე და მწერლებზე. კითხვებმა ოქრიაშვილი გააღიზიანა და აგრესიული პასუხები ჰქონდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საზოგადოებას ნიკო ხურცილავას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მომღერალი ბექა ჩხაიძე, რომელიც აცხადებს, რომ ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო კამპანია ქვეყნის გარედან ფინანსდება, ხურცილავამ კი ქვეყნის ღირსება დაიცვა. როგორც დედა და როგორც პედაგოგი დღეს ვალდებულად მივიჩნევ თავს რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩემი შვილის სახელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვების აღზრდას, განათლებას და ადამიანური ღირებულებების სწავლებას მივუძღვენი. სწორედ ამიტომ ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, როდესაც ჩემი შვილის პიროვნებას მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპიზოდით აფასებენ. მე არ გამიზრდია მოძალადე, არასოდეს მისწავლებია მისთვის, რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის გზაა. პირიქით ყოველთვის ვასწავლიდი პატივისცემას, პასუხისმგებლობას, უფროსის დაფასებას, ღირსების დაცვას და საკუთარი ქვეყნის სიყვარულს. ეს ის ფასეულობებია, რომლებითაც ჩვენს ოჯახში თაობები იზრდებოდნენ. ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს მისი ცხოვრების ნაწილია. მას გულწრფელად სჯერა, რომ ამ ღირებულებების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ რწმენით ცხოვრობს. შესაძლოა საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი იყოს ეს კონკრეტული ფაქტი. შესაძლოა განსხვავებული აზრი გქონდეს იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს ადამიანის საკუთარ შეხედულებებს. მაგრამ მე ვხედავ იმ ბავშვს, რომელიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გავზარდა. ხედავ შვილს, რომელიც ყოველთვის პირნათლად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე. მინდა საზოგადოებას ერთი რამ ვთხოვო, სანამ ადამიანს განსჯით და მოძალადის იარლიხს მიაწებებთ, შეეცადეთ სურათი სრულად მთლიანობაში დაინახოთ. დედისთვის შვილი ყოველთვის შვილია. მე მჯერა მისი მჯერა იმ აღზრდისა და განათლების, რომელიც მივეცი და მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მე ძალიან მწუხარ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნიკო ამ ფაქტის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ ამ ფაქტს წინ რა უძღოდა, ეგრეთ წოდებული იუმორისტი, რომელიც არა მარტო კონკრეტულ გადაცემაში კონკრეტულ ადამიანს შეეხო, მე ვიტყოდი, რომ სრულიად საქართველოს შეეხო, ჩვენს ისტორიას შეეხო, ისტორიის ნაწილს შეეხო და ნიკოც ერთ-ერთ უბანში შეხვდა ამ ადამიანს და უბრალოდ კითხვა დაუსვა როგორც რიგითმა ქართველმა, რომ თუ რატომ
აქვს ამხელა ზიზღი ჩვენს ისტორიის ქართულ ისტორიაზე, ქართულ იდენტობაზე, სარწმუნოებაზე, რაზეც პასუხი მიიღო და იყო ეს ყველაფერი გამაღიზიანებელი და ნიკო, ვინც არისნობს ამ ადამიანს, მინდა ვთქვა, რომ არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი ცხოვრებაში, არასდროს არ ქონია არავისთან, არათუ ფიზიკური დაპირისპირება, არამედ არანაირი დაპირისპირება არავისთან და აუგორეს ახლა კამპანია თითქოს და სახთან დახვდა, თითქოს და ვიღაცამ დაიქირავა და ასე შემდეგ. ნიკო არის უწესიერესი, ძალიან თავმდაბალი ადამიანი და უბრალოდ მას კითხვა ქონდა თუ რატომ იქცევა ესე, რატომ ეხება ქართულ ისტორიას, რატომ ეხება ქართულ ეკლესიებს, ჩვენს სარწმუნოებას, რაზეც აგრესია მიიღო ონისე ოქრიაშვილისგან და შესაბამისად მოხდა ისაც მოხდა და არაურიდებია მას პასუხისგებლობა რამოდენიმე საათში გამოცხადდა პოლიციაში. ამ ადამიანის გადაცემებს თუ უყურებთ და თუ გადავხედავთ, ხედავთ რომ ძალიან დიდი ზიზღი აქვს ამ ადამიანს ქართული ისტორიის მიმართ, ქართული იდენტობის მიმართ, ჩვენი სარწმუნოების მიმართ, იმიტომ რომ ყველა გადაცემაში თითქმის ყველა გადაცემაში ცდილობს რომ რაღაცით დააკნინოს ქართველიერი, რაღაცით შეეხოს და ბინძური რაღაც თავის კამპანია მოახვიოს ახალგაზრდებს განსაკუთრებით. ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები. ეს ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება, ეს არის ყველაფერი დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს 90% მაცხოვრებელი ჩვენი ქვეყნის ამას არ შევეგუებით და საუბედროდ ის 10% ეს ბურჯულო მოღალატეები დაფინანსებით ამას აკეთებენ, მაგრამ ამას არანაირი მომავალი არ აქვს. კიდევ ბევრი ნიკო ხურცილავა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სამშობლოს მცველებს, რასაც თითოეულ ჩვენთაგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა იმ ბიჭმა. შეხვდა იმ არაკაც, იმ ფარჩაკს და წამოარტყა შიშველი ხელებით ქართულად, კაცურად წამოარტყა თავზე ხელი და კიო და რა ვიცი, ქალისგან ფილმში არ მინახავს ეგეთი კივილი. აუცილებლად დაუდგეთ ამის გვერდში და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭი არ დაისჯება. ეს საკითხი დგას კანონი და დასჯა თუ შენი სამშობლოს ფეხქვეშ გათელვის მოსმენა და თავჩახრა. რა თქმა უნდა, არავინ არ შევეგუებით. ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართული კამპანია ასე ფასდება სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო ანასტასია ბენდოქიძის პოდკასტიდან, სადაც ონისე ოქრიაშვილი წმინდა იოანე წინასწარმეტყველს უცენზუროდ მოიხსენიებს. ფაქტს მობენ სასულიერო პირები, მართლ გუნდში კი იხსენებენ, რომ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ კამპანია უკვე წლებია მიმდინარეობს და მის სათავეში მდიდარი NGO-ები და აგენტურული ოპოზიცია დგას. ქვია? არა, იონა მქვია, მაგრამ წინასწარმეტყველი იყო, ვეშაპარო გადაყლაპა, ეგ იყო იონა. და მამაშა მიფიქრე რომ მაგის სახელი უნდა დავარქვა. იმას რა ერქვა ვეშაპარო მოჭა? ხო, აი ეგ მინდა ერქვას ჩემს ვაშკაც. მიჭირს საერთოდ ამ როგორ უნდა განიხილო ასეთი ამბავი. ეს არ არის რაღაც ის კონტექსტიდან ამოვარდნილი. გვახსოვს ჩვენ ძალიან კარგად რომ აი რამოდენიმე წლის წინ აი პერმანენტული მე მგონი სტატისტიკაც კი ითქვა საპატრიარქოს მიერ რომ აი ერთ ორ წელიწადში 1000-ობით სიუჟეტი გადაცემა მომზადდა კონკრეტ მიზანმიმართულად ნეგატიური უარყოფით კონტექსტში ეკლესიის საპატრიარქოს პატრიარქის მიმართ აი მიზანმიმართული კამპანია იყო აი მაშინ ჩვენ ვამბობდით რომ ხო არის ადამიანს აქვს რაღაც წმინდა თავის სულში, თავის გულში. ყველა ადამიანს ხო ვიღაცისთვის არის სამშობლო, ვიღაცისთვის ოჯახი, ვიღაცისთვის დედა, ვიღაცისთვის შეიძლება გარდაცვლილი შვილი ან მშობელი, ვიღაცისთვის შეიძლება ადგილი იყო, რაღაც წმინდა განსაკუთრებული ყველა ადამიანს აქვს თავის სულში. და მაშინ ვამბობდი ჩვენ იმ პერიოდში რომ როცა იმ წმინდა რაღაცას რაც იცი რომ აი ამ ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის არის ძალიან წმინდა და იმას რომ აი უკანასკნელი სიტყვებით და აი დაუნდობლად რომ შეურაცხყოფას აყენე უწმაწურად უხამსად ყველანაირი მის მოფრთხილების გარეშე აი უცენზუროდ პირდაპირ მნიშვნელობით აყენებ შეურაცხყოფას და ეს არ მთავრდება თან ერთი, ორი, კიდე და არ მთავრდება. ქართულში ამას არის ასეთი ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა, ამას
შეიძლება უხეშად ღირდეს, მაგრამ ამას ქვია სულში ჩაფურთხება არის ეს, აი ზუსტად რომ იმ წმინდას აყენებს შეურაცხყოფას. ეს ადამიანები შეურაცხყოფენ ყველაფერს, რაც ქართულია. ამ ადამიანებს თავის განაჩენი გამოტანილი აქვს და ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ეს ადამიანები სუბუქად რო ვთქვათ, გულზე ნამდვილად არ ეხატებათ. სწორედ აი ამ ქმედებებიდან გამომდინარე, ამ აგენტურული საქმიანობიდან გამომდინარე, აქ მხოლოდ ამ ახალგაზრდაზე არ არის საუბარი, ზოგადად ეს მდიდარი NGO-ები, ეს აგენტურული ოპოზიცია, ხო, გარედან მაგისტვის ფინანსდებოდნენ წლების განმავლობაში, ჯერ საპატრიარქოს და პატრიარქის ლანძღვაგინებით იყვნენ დაკავებულები, შემდეგ მეფეებზე გადავიდნენ, შემდეგ ყველაფერზე რაც ჩვენ იდენტობასთან არის კავშირი, შემდეგ ცნობილ, ასე ვთქვათ, სახელოვან ქართველებზე, ამ შემთხვევაში მწერლებზე არის საუბარი, რომელიც ასევე მთელ საქართველოს უყვარს, იგივე ნოდარ დუმბაძე, ხო, ძალიან ამაზრზენი სამარცხვინო პატარა ხალხის საქციელია და ამით ისინი ვერაფერს ვერ მოიგებენ, შეაძულებენ თავს საზოგადოებას. როდესაც ამ გზით შენ შეურაცხყოფ, ჩირქს, ცხებ ადამიანებს, ფიგურებს, ღირებულებებს, უნებრივია ეს იწვევს ძალიან დიდ აღშფოთებას საზოგადოებაში, ამიტომ ეს ის გზა არ არის, რომლითაც არ ვიცი, ჩვენი შემოქმედებითობა უნდა გამოვხატოთ. აქ უფრო ეთყობა ხელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც შეტევას მუდმივად ახორციელებდნენ ჩვენი მორალისთვის, ქართული ზნეობისთვის, მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე, მნიშვნელოვან ფიგურებზე. შტატების წარმომადგენელთა პალატამ ევროპული დაზვერვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო ვილსონის მიერ ინიციირებულ შესწორებებს შეიცავს. პროექტს 216-მა კანონმდებელმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისსახმა. ვილსონის მიერ ინიციირებული შესწორებით თავდაცვის მდივნისგან, ეროვნული დაზვერვის დირექტორისგან და სახელმწიფო მდივნისგან ითხოვენ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესახებ. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნისგან ითხოვენ განსაზღვრონ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული მიზნები, რომლებიც ასახავს საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოს. შეფასდეს უნდა დარჩეს თუ არა საქართველოს შტატების დაფინანსების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში და უნდა გააგრძელოს თუ არა შტატების მთავრობამ საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის ლობისტი ჯო ვილსონი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მის მიერ მომზადებული დეზინფორმაციული დოკუმენტები, თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ურთიერთობების გაჯანსაღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დამოკიდებული და ოპტიმიზმის საფუძველს ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან პოზიტიური გზავნილები იძლევა. ამ ადამიანის ინტერესი გაშიფრულია ჩვეულებრივად, იგი ფულს იღებს ამ ყველაფერში და შესაბამისად ზოგადად საინტერესო არ არის ჯო ვილსონი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში არავინას არ აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული და ეს ვერაფერს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია აყალიბებს ამერიკის საგარეო პოლიტიკასაც, საშინაო პოლიტიკასაც და სწორედ მათზე არის დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯები ურთიერთობების რეალური პარტნიორობის ჭრილში გადაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. იციან ჩვენი მზაობა, რომ დავსხდებით მათთან ერთად და გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული. ძალიან პოზიტიური სიგნალები არის ზოგადად და უნდა დაველოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულად ადმინისტრაციის შემდგომ ნაბიჯებს. აქაც გგონია, რომ საბოლოო ჯამში საღი აზრი ბუნებრივია გაიმარჯვებს და ახლა ის აბსოლუტურად ცრუ მოტივი და ნარატივი, რომელიც ჯო ვილსონს არაპირველად არამედ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად აქვს ქართული ხალხის წინააღმდეგ, ცხადია ვერ გაიმარჯვებს. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის ნორმალიზაციის გზაზე მყარად გადასulis ფაქტი, რომელიც თვითონ შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და ასე შემდეგ გამოიხატა და გამოიკვეთა, დანარჩენს გამოაჩენს დრო. არა მხოლოდ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამერიკის შეერთებული შტატების მათ შორის, დონალდ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით და მთელი ევროპა ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობის დალაგებას და ახლა ეს არის პარადოქსული აქტი. მე ვამბობ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს და დაალაგა ჩინეთთან ურთიერთობა და იგივე იმ პარტიის წევრი ჩვენ გვიწუნებს ჩინეთთან ურთიერთობას, ეს არის ზუსტად პარადოქსი. ამიტომ ყოველივე მისი ინიციირებული აქტი არის ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი.
ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილს გამოთქვამს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციების 21 პაკეტის მომზადების პროცესში ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადაწყვეტილებას გადახედავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოს სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდისავლისთვის. ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდისავლის არც ერთი ფაქტი დაფიქსირებულა. ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტის მომზადების პროცესში ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21 პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 ობიექტი შეპესე AR4 შეპესე აბცექს და შეპესე რაპირა გრუპი საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არც ერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთი საქმიანობის არეალი არ ყოფილა საქართველო. ამასთან მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21 პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი შეპესე AR4, შეპესე აბცექს და შეპესე რაპირა გრუპ საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არც ერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთი საქმიანობის არეალი არ იყოს საქართველო. ამასთან მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები. აქვე აღნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. ამასთან ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირებას, საქართველოს რეიტინგი შეადგენს მნიშვნელოვნად შესაბამის. აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. შეხვედრა გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებისა და მათი იმპლემენტაციის საკითხს მიეძღვნა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიურ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გრანტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები და მათი იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ ქართულმა მხარემ გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
გამართეთ საინფორმაციო შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისთვის. შეხვედრაზე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს კანონური გრანტების შესახებ. ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, ძალიან დიდი ინტერესი იყო დიპლომატიური კორპუსისგან ამ კანონის მიმართ, სადაც ჩვენ განვუბარდეთ თუ როგორ მუშაობს ეს კანონი, თუ რას ემსახურება ეს კანონი. სიძულვილის ენის გამოყენების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონმდამრღვევად 2 მოქალაქე ეცნო. გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა საჯაროდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაყენა 1500 ლარით დაჯარიმდა, 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა კიდევ ერთი პირი. დავით გეგუჩაძე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. გიორგი ცაგარეიშვილს ოქმეჩამდგენი ორგანო ედავებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ში განთავსებული პოსტის კომენტარებში ბატონი ირაკლი-კირცხალიას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს. სამართალ პროცესზე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი ჩაერთო, ესწრებოდა ასე ვთქვათ დისტანციურად. მან აღიარა ახსენებული სამართალდამრღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია და მოცემულ შემთხვევაში სწორედ სასამართლომ სახდელის განსაზღვრის ნაწილში გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და როგორც მოგახსენებთ, შეუფარდა სახდელი 1500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება დავით გეგუჩაძეს, ოქმეჩამდგენი ორგანო დავით გეგუჩაძეს ედავებოდა ბატონ გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნული პიროვნება ასევე ცნობილ ასე ვთქვათ დაადგინა აღნიშნული პიროვნების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი და სამართალდამრღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა ასევე სამართალდამრღვევად. სახდელის სახით კი განისაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, აგრეთვე მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით. უხმან ალექმა პრობლემები შეუქმნა ადგენის მუნიციპალიტეტ სოფელ გომაროში, სადაც გვიანღამით მეწყერი ჩამოწვა გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისათვის უკვე გასუფთავებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. იქ 2 საცხოვრებელი სახლი დააზიანა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. მწყობრიდან გამოვიდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფლებში ქვემო ენეთელში და შოყაში კი სასოფლო და საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა. დილიდან ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვალეს. ჩვენ მერის თანამშრომლები შესაბამისი სამსახურები, ესევე ადგილობრივი პოლიცია ადგილზე იყო სამაშველო სამსახურები და ერთობრივი ძალით მოვახერხეთ, რომ თავიდან აგვიცილებით დიდი უბედურება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძების ინფორმაციით ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება. კერძოდ, წყნეთში მდებარე 18000-ზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი. ბრალდებული ქონების გასხვისებას უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით მიმდინარე წლის 24 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა. მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად $1,200,000 დაასხვისებდა, რადგანაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. პრეზენტაციაზე მომსახურების სააგენტოს დირექტორი, რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტისა და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის, ასევე ვებგვერდის საშუალებით. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულების სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით შემდგომი რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ამოღებულია 14 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა, 1 კილოგრამამდე ჰაშიში, 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და მეტადონი. დანაშაული 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ქვემო ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა დაიწყო. გარდაბანში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საგზაო და წყალმომრაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, რაც რეგიონისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გარდა ამისა, პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს სკოლამდელი და სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და მუნიციპალიტეტის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ დაწინაურებას შეუწყობს ხელს. მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება პრემიერ-მინისტრის დავალებით ხორციელდება, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს. დოკუმენტის შემუშავების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საჯარო განხილვა გაიმართა დღეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში იყო საკმაოდ საინტერესო დისკუსია, სადაც მოსახლეობამ გამოთქვა საკუთარი აზრი იმ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით სურთ მუნიციპალიტეტის განვითარება. თავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ადგილობრივი განვითარების სწორი ხედვა ჩამოვაყალიბოთ, რაც ნაკარნახევი იქნება მოსახლეობის საჭიროებებიდან და მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქალაქ გარდაბანში ჩატარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის განხილვა, რომელსაც ესწრებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ვისაუბრეთ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი მუნიციპალიტეტის გამოწვევებზე, ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებზე. Այս qabala ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობებით და ელოდეთ ჩვენსაც დღის თავის სახლების შესახებ ანაშორდია პროფესორად მოგიყვებათ ნახოთ.